Განვაგრძოთ ბიზნეს კურიერს წელს ვითარება შარშანთან შედარებით გაცილებით უკეთესი იქნება, ბიზნესი გამოცოცხლდა, უძრავ ქონებაზე ფასების ზრდა შეინიშნება, რაც ნიშნავს, რომ ხალხს შემოსავლები გაუჩნდა, აცხადებს ფინანსთა მინისტრი საგაზეთო ინტერვიუში. Თუმცა გადაცემაში მონაწილეობა და კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა, ისევე როგორც მისმა მოადგილებმა და სამინისტროს ყველა სხვა ჩინოსთან. ამიტომ თქვენი ბუნებრივი კითხვა რას ეყრდნობა მინისტრის ოპტიმიზმი, სამწუხაროდ უპასუხოდ დარჩება. თუმცა აკაკი მთავრობის ოპტიმიზმი მართალია მხოლოდ იზრდება, მომხმარებლის საპირისპირო მიმართულებით მიდის და მცირდება. ACT-ის ბოლო კვლევა აჩვენებს, რომ მაისში მიმდინარე სიტუაციის ინდექსი გაუარესდა, დღეს უფრო მეტი მიიჩნევს, რომ მისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა უარესია, ვიდრე 12 თვის წინ იყო გაუარესდა მოლოდინის ინდექსიც, ანუ უფრო ნაკლები ელის ოჯახის კეთილდღეობის ზრდას მომდევნო 12 თვის განმავლობაში. მაისში დაიწია სამომხმარებლო განწყობამაც, ანუ მომხმარებლის მიერ ეკონომიკის და ბიზნეს გარემოს შეფასებაც ერთგვარად გაუარესებულია. თუმცა მიშა გრაფიკს თუ შევხედავთ, ჩანს რომ კლება ჯერ მცირე მასშტაბისაა და ესეთი ასკვნის რომ ოპტიმისტურად განწყობილთა რიცხვი კი მცირდება, მაგრამ ჯერ მაინც უმრავლესობაში არიან. რაც ცუდი არ არის. ნამდვილად არ არის და ამ ვიზუალურად ხედავთ რომ მის ჯერ ზედანახევარში, როგორც კი ქვედანახევარში ჩამოვა, ესე იგი მომხმარებელთა განწყობა იქნება ნეგატიური. რასაც ვერ ვიტყვით ექსპერტებზე მთავრობის ოპტიმიზმისგან განსხვავებით, მათ უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ. რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მთავრობა წელსაც ახარჯავს ფულს ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის დონორების ფულს, შედეგად კი ახალი გადმორიცხვები ფერხდება. წელს პირველ კვარტალში დონორებმა დაგეგმილი გრანტების მხოლოდ 6% ჩამორიცხეს, სულ 3 მილიონი ლარი. გასაგებია, რომ სანამ წინა ეტაპის სამუშაოებს არ შეასრულებს არავინ, მომდევნო გრანტი ვერ წამოვა. შეიძლება განმეორდეს იგივე ვითარება, რაც იყო შარშან, როდესაც ძირითადი ხარჯვა განხორციელდა ნოემბერ-დეკემბრის თვეში, რამაც შემდეგ საკმაოდ უარყოფითი გავლენა მოახდინა ფინანსურ ბაზარზე და ლარის კურსზე. შემოსავლების მხრივ არ შემოდის გრანტები საკმარისი ოდენობით და უცხოური კრედიტები. ეს განპირობებულია იმით, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები ვერ ხორციელდება ბოლომდე, რაც ამ პროექტების მართვის სისუსტეს მიანიშნებს. კითხვებზე პასუხის გაცემა არც ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროში ისურვეს, რომლის მიმართაც ექსპერტების დიდ ნაწილს შენიშვნები აქვს და როგორც ბიუჯეტის შესრულების პირველი კვარტლის ანგარიში აჩვენებს, არც თუ უსაფუძვლოდ. ფინანსთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, რიგ პროექტებში ხარჯების ფაქტობრივი შესრულება 10-დან 60%-მდე მერყეობს. სულ კი 2014 წლის პირველი 3 თვის მონაცემებით ამ ერთი კონკრეტული სამინისტროს მიერ აუთვისებელი ხარჯების მოცულობა 238 მილიონ ლარს აღწევს. რომელიც ეკონომიკაში უნდა წასულიყო ამა თუ იმ ფორმით. ამ თემაზე საუბარში ახლა საპარლამენტო უმრავლესობიდან ზურაბ ჯაფარიძე შემოგვიერთდება, ხოლო უმრავლესობიდან არავინ, ვისაც ეკონომიკის ანალიზი შეუძლია, არ ისურვა მონაწილეობა, რაც ძალიან სამწუხაროა. მოგესალმებით ბატონ ზურაბ. მოგესალმებით. და კითხვა, რომელიც გაიჟღერა ძალიან მნიშვნელოვანია ექსპერტმა წინა ბლოკში ვერ უპასუხა ამ კითხვას. თქვენ თუ გაქვთ პასუხი, რატომ არ ხარჯავს ფულს მთავრობა? მაშინაც კი, როდესაც ეს გრანტები კი არ არის, რომელიც დამოკიდებულია რაღაც პირობებზე, არამედ როცა ეს უკვე საბიუჯეტში გაწერილი პუნქტებია. რასთან შეიძლება გქონდეს საქმე? მოგესალმებით პირველ რიგში კიდევ ერთხელ. ამას რეალურად ორი მიზეზი აქვს. ერთი მიზეზი არის ის, რომ ზოგადად მენეჯმენტის მხრივ ამ მთავრობას აქვს სერიოზული პრობლემა. შარშან, მაგათაც მინისტრი იყო ბატონი ნარმანია, რომელსაც მანამდე არ ქონია ესეთი მასშტაბური პროგრამების მენეჯმენტის გამოცდილება. მისი კარიერის განმავლობაში ის იყო არასამთავრობო სექტორში დასაქმებული ადამიანი, როგორც მე მანამდე და მას არასოდეს არ ქონია შეხება ისეთ პროგრამასთან, რომლის საერთო ბიუჯეტი იქნებოდა 1 მილიარდი ლარი და მისი ბიუჯეტი შარშან სწორედ 1 მილიარდი ლარი იყო, რომელიც გაირღვა 200 მილიონი ლარით. ანუ ერთი ეს არის უბრალოდ კომპეტენციის ნაკლებობა და ზოგადად მენეჯერული უნარების არ ქონა მთავრობაში. ეს არ ეხება მხოლოდ ბატონ ნარმანიას, ეს ეხება ძალიან ბევრი მთავრობისას, თუმცა ინფრასტრუქტურულ პროექტთა მიმართებაში ეს უფრო ნათლად ჩანს. ეს არის ერთი. მეორე წელსაც მთავრობა ადგას იგივე გზას, რა გზასაც ადგა შარშან, იმის გამო, რომ მთავრობა რეალურად ხედავს, რომ ეკონომიკაში სერიოზული პრობლემებია, მიუხედავად იმისა, რომ მაღალ ციფრებს წერდნენ უკანასკნელი თვეების განმავლობაში, მათ აქვთ შიში, რომ წლის განმავლობაში შეიძლება ვერ მოხდეს ბიუჯეტში თანხების ისეთი რაოდენობის მობილიზება, რომელიც საშუალებას მისცემს, რომ უპრობლემოდ გაისტუმრონ ეგრეთ წოდებული სოციალური ვალდებულებები, არ უძელვადიანი ვალდებულებები, რომელიც ბიუჯეტს აქვს. მაგალითად, არ უნდათ, რომ პრობლემები შეექმნათ პენსიების გაცემასთან დაკავშირებით, არ უნდათ, რომ პრობლემები შეექმნათ საჯარო მოხელების
მანქანების ხელფასების გაცემასთან დაკავშირებით, ამიტომ ისინი ცდილობენ მაქსიმალურად დაზოგონ თანხები, როგორც შარშან გააკეთეს და ალბათ დიდი ალბათობით მე ამ შემთხვევაში ბატონ რომან გოცირიძეს დავეთანხმებოდი, წლის ბოლოს ისე როდესაც თუ შეატყეს რომ მათ არ აქვს პრობლემა პენსიების და საჯარო მოხელების ხელფასების გაცემის, ამის შემდეგ რაღაც დაგროვილი თანხები შეიძლება ისევ გამოისროლონ ბაზარზე, როგორც ეს გააკეთეს შარშან მეოთხე კვარტალში, რის შედეგადაც ჩვენ მივიღეთ ლარის გაუფასურება. დაინახეს სურათი დაინახეს რომ თქვათ ვერ შეიძლება მას შემთხვევაში შეიძლება მოუმატო ხარჯას, თუმცა მე არ ვიქნებოდი, მე მათ ადგილას არ ვიქნებოდი ასეთი ოპტიმისტური, მე არ მგონია რომ რაიმე ტიპის გაუმჯობესება დაინახონ, იმიტომ რომ ეხლა რასაც ხედავთ ჩვენ ეკონომიკაში არის ის რომ კი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები მაღალი აჩვენეს ბოლო თვეებში, მაგრამ ეს უკვე ამაზე უკვე აღარ დაობს მიუხედავად იმისა რომ მე ნახევარი წელი ამაზე ვლაპარაკობ. ეხლა უკვე ყველა ექსპერტი ადასტურებს რომ ეს იყო გამოწვეული იმით რომ ბოლო კვარტალში ხაზინიდან გამოუშვეს ძალიან დიდი თანხები, რითიც ხელოვნურად მოხდა გეზბრუნების ავარდნა აწევა და ამან გამოიწვია ეს ზრდა, რაც აპრილის მაჩვენებელზეც აისახა, რომელიც ჩამოვიდა 2.7%-მდე, თუმცა გარდა ამისა სხვა მაჩვენებლებიც არის, მე მაგალითად აგერ ხელში მიჭირავს ეხლა საქართველოს ხაზინის კონსოლიდირებული ბიუჯეტის შემოსულობები, სადაც შეგვიძლია მაგალითად შევადაროთ მე მაქვს შედარებული იანვარ-აპრილი წლევანდელი, იანვარ-აპრილს შარშანდეს, მაგალითად თუ ნახავთ საშემოსავლო გადასახადს რამდენი შემოვიდა ეხლა 4 თვეში, პირველ 4 თვეში და რამდენი შემოვიდა შარშან, ნახავთ რომ კერძო სექტორიდან შემოსული საშემოსავლო გადასახადი 24 მილიონით ნაკლები არის წელს შემოსული, ვიდრე შარშან იყო, რაც ნიშნავს, რომ კერძო სექტორში პრობლემებია. კერძო სექტორში პრობლემებს ადასტურებს ასევე მაგალითად მოგების გადასახადი იგივე პირველ 4 თვეში 18 მილიონით ნაკლები არის წელს შემოსული, ვიდრე შარშან შემოვიდა. ქონების გადასახადი, რომელსაც იხდიან საწარმოები, 4 მილიონით არის წელს ნაკლები შემოსული, ვიდრე შარშან 4 თვეში შემოვიდა. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ კერძო სექტორი არის ან გაჩერებულია, ან კიდევ უფრო უარესი უკან მიექანება. ერთადერთი რაც აქ შეგიძლიათ ნახოთ, უბრალოდ ორ რაღაცაში არის და ერთი ეს არის DGG, რაც გამოწვეული არის, როგორც მე ვთქვი, იმით რომ მეოთხე კვარტალში დიდი რაოდენობით თანხები გამოუშვეს და ასევე არის მატება არის ქონების გაყიდვის მუხლებში, ანუ სახელმწიფო რაღაცა ქონები გაყიდა და იქიდან აქვს რაღაცა შემოსულობები, რის გამოც ახლა ისინი პირველი კვარტალის გეგმას ასრულებენ, თუმცა მე მინდა ქავადონინოს გამოეხმაო, რომელიც ალბათ შარშან ნამდვილად იყო ესეთი პრეცედენტი, რომ ყოველი კვარტალის ბოლოს მთავრობა ცვლიდა გეგმას და შესაბამისად, ანუ ამცირებდა გეგმას და შესაბამისად ყოველი გეგმის შესრულება ყოველი კვარტალის ბოლოს იყო 100%-ზე მეტი. წელს მათ სხვა ხერხს მიმართეს, სხვა ხერხს იყო პარლამენტი, აი ეს მე მინდა კითხოთ, საპარლამენტს ხო აქვს ეს ერთ-ერთი ფუნქცია მთავრობაზე ზედამხედველობის. კი, და მე ვსაუბრობდი ამაზე. არის თუ არა ერთ-ერთი მიზეზი აი თქვენს ჩამოთვლთაგან, რომ აი არაკომპეტენტურია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რომ პარლამენტი ვერ ასრულებს სათანადოდ ამ ფუნქციას. თავარი მიზეზი არის ეს არის ერთ-ერთი ფუნქცია, ზედამხედველობა, რასაც უნდა აკეთებდეს პარლამენტი, მაგრამ პარლამენტი ამას არ აკეთებს, იმიტომ რომ უმრავლესობა თქვენ ხართ პარლამენტის წევრი. კი, მაგრამ მე ვაყენებდი ამ საკითხს, უბრალოდ მე ერთ პარლამენტარს არ შეუძლია, მე ამ საკითხზე საუბრობდი თვეების განმავლობაში, შეგიძლიათ ამოიღოთ ყოველ 4 შაბათს ჩემი გამოსვლა ეხებოდა პრაქტიკულად ეკონომიკურ საკითხებს, მათ შორის საუბრობდი ამაზეც, გეგმებთან მიმართებაში რა ხდებოდა, თუმცა რეაგირება უნდა მიაღწიოს თინათ პარლამენტმა და იქ გადაწყვეტილებას იღებს უმრავლესობა, ამიტომ მე სხვა ბერკეტი უბრალოდ არ გამაჩნდა, გარდა იმისა, რომ მე პირადად მეყვირა, თუმცა უმრავლესობის მხრიდან მთელი წლის განმავლობაში, სადღაც ივლისის ჩათვლით, შარშან შეგახსენებთ, იყო საუბარი, რომ ეს ნაციონალური მოძრაობა თესავს პანიკას, ინამდვილეში ეკონომიკა ყველაფერი კარგად არის, ჯერ ეს იყო და შემდეგ აგვისტოდან დაიწყეს უკვე დაბრალება ნაციონალურ მოძრაობაზე, რომ ვითომ ჩვენ დავტოვეთ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ეკონომიკა და ამის გამო გაშთა პრობლემა და ამ შემდეგ, ანუ ეს იყო მთელი წელი. რაც შეეხება უგოთ რას აკეთებენ წელს, რომ ესეც გასაგები იყოს, წელს გააკეთეს ის, რომ მაგალითად თუ წლევანდელი საგადასახადო შემოსავლები დაგეგმილი არის დაახლოებით 8-დან 9%-მდე ზრდა შარშანდელს შევადაროთ ფაქტობრივს, ეხლა აკეთებენ იმას, რომ კვარტალურ გეგმებს აკეთებენ უფრო ნაკლებს, ანუ პირველი კვარტალური გეგმა, მაგალითად პირველი კვარტალის იყო დაახლოებით 4%-იანი ზრდა ჩადებული და ამას ასრულებენ. რა თუ შევადარებთ, რომ პირველი კვარტალის მაგალითად საშუალოდ 8% უნდა გაზრდილიყო, ამ შემთხვევაში უკვე პირველ კვარტალშიც ჩამორჩენა აქვს. ანუ ამ წელს უკვე თავს იზღვევენ და გეგმას თავიდანვე ნაკლებს იღებენ, განსხვავებით შარშანდელისგან, როდესაც გეგმას ყოველი კვარტალის ბოლოს ამცირებენ. ანუ ეს არის რაღაც ჩვეულებრივი მარტივი ტრიუკები, ხერხები. რაც შეეხება იმ მექანიზმებს, რომელსაც ახლა ძალიან სწრაფ რეჟიმში ცდილობს რომ გამოიყენოს მთავრობა, მაგალითად გულისხმობ აწარმოეს საქართველოში პროგრამას, იგივე სოფლის მეურნეობაში სხვადასხვა ესე წამახალისებელ პროექტებს. როგორია თქვენი მოლოდინი, რამდენად ადეკვატურია ეს პროგრამები ერთის მხრივ და რამდენად ეფექტური იქნება? არა, ცხადია არ იქნება ეფექტური. ისაც სოფლის მეურნეობაში კეთდება, გულისხმობ სოფლის მეურნეობის ბარათებს, რო ეძახენ იგივე ვაუჩერები და არა, მე ბარათებს არ გულისხმობ, აი მე გულისხმობ სხვა, აი ვთქვათ იაფის ესხები. კი, დიახ, აი მაგალითად. ხო, იაფის ესხები
შემთხვევაში და იაფის სესხებზე არის საუბარი, მეორე შემთხვევაში თუნდაც ადგილობრივ წარმოებაზე არის საუბარი. აქ ერთი რაც სასახად ჩანს არის ის, რომ ეს არის ჩვეულებრივი წინასაარჩევნო მორიგი, ტყუილი დაპირება და მეტი არაფერი. მართლაც რო გადაწყვეტილი იქონოს მთავრობას ამის გაკეთება, თანხები აბჯერეთი ბიუჯეტში არ დევს საერთოდ ეს თანხები. მეორედ საუბარი იყო 46 მილიონზე, თუ 46 მილიონზე არის საუბარი, 46 მილიონით რისი ახალისება უნდა მოხდეს, უბრალოდ გაუგებარი ეს არის დაახლოებით ეს ხშირად მომახსოვს ეს მაგალითი ზღვაში რომ ერთი კოვზი წყალი ჩაასხადა რომ გადაწყვეტა რომ ამით გებას გამოიწვია. მილიარდიანი ფონდიც არანაირი მილიარდიანი ფონდის სინამდვილეში არ არის, არსად ეს თანხები არ დევს. ეს არის უბრალოდ ზღაპრები, რომელსაც საუბრობენ. ეს თანაინვესტების ფონდზე მაგალითად შარშან მარტში იყო საუბარი რომ მათ ქონდათ 6 მილიარდი, ხან 6 მილიარდი, ხან 10 მილიარდი, დღემდე ლარი არ უნახია იქიდან არავის საქართველოს ჩადებული. ანუ ეს არის ზღაპრები, ეს არის ერთი, მაგრამ თავი დავანებოთ იმას რომ ეს ასე არის. თავარი არის ის რომ ეს ამას თუ ანუ არაპირებენ ამის გაკეთებას, მაგრამ მართლა თუ დააპირეს ამის გაკეთება, მაინც არაეფექტური იქნება. ამის გამოიწვევს ხოლმე ორ რაღაცას. ერთი მოხდება ის რომ გადასახადის გადახდელების ფული გაიფლანგება, ეს ნიშნავს რომ მასწავლებლების, ექიმების, მეეზოვეების, ჩემი, თქვენი ნებისმიერ ადამიანის მიერ გადახდილი გადასახადები უბრალოდ თავრობა ამას გადაისვრის და გაატანს წყალს, იმიტომ რომ ნებისმიერი ესეთი ბიზნესი, რომელიც იწყება ესეთი ხელოვნურად გაიაფებული ფულით, შემდეგ მუდმივად საჭიროებს ხელოვნური ასეთი იაფებული დახმარებას. დამეთანხმებით რომ კრიტიკა გაცილებით ადვილია ვიდრე საქმის კეთება. აი თქვენ თქვათ რას ხედავთ, რაში ხედავთ გამოსავალს მაშინ? არა, შეგვიძლია კრიტიკაზე არის საუბარი, ესეთი გამოცდილება არსებობს სოფლიოში და ესეთი გამოცდილება მათ შორის ნაციონალურ მოძრაობასაც აქვს. შეგახსენებთ ნაციონალურ მოძრაობასაც ჰქონდა იაფის ესხების პროგრამა, რომელიც უბრალოდ აღმოჩნდა, ნუ რაღაც რამდენიმე პროექტი შემეიქიდან გადარჩა და დღესაც არსებობს, მაგრამ ძირითადად ეს თანხები სინამდვილეში დაიხარჯა არაეფექტურად. იგივე შედეგი იქნება აქაც, ამიტომ ეს არ არის უბრალოდ კრიტიკა, ეს არის კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით შემიძლია აქ საუბარი. გამოსავალი არის ძალიან მარტივი, არანაირი ხელშეწყობა რომელიღაც კონკრეტულ სექტორებს არ ჭირდება, ხელშეწყობა არის ის, რასაც ჩვენ თავაზობთ წლის განმავლობაში მთავრობას, ეს არის ის, რომ გადასახადები კიდევ უფრო უნდა დაიწიოს. ერთი, როგორც იყო ეს დაგეგმილი, როგორც მინიმუმ მანამდე, რომ საშემოსავლო შემცირდეს და დივიდენდი და როიალტი საერთოდ გაუქმდეს. ეს არის ერთი, მეორე, მთავრობა უნდა შეეშვას ხელების ფათურს ეკონომიკურ პოლიტიკაში, როგორც მინიმუმ უნდა გამოაცხადოს მორატორიუმი. კარგ შემთხვევაში უნდა წავიდეს კიდევ უფრო ლიბერალიზაციის გზით, მაგრამ იმის გამო ჩვენ არ აგვაქვს იმედი, რომ ისინი წავიდნენ კიდევ უფრო ლიბერალიზაციის გზით, ამიტომ თავაზობთ, რომ მორატორიუმი მაინც გამოაცხადონ და გაანებონ ეკონომიკურ გარემოს თავი. დაატოვონ ისეთი, როგორიც არის, როგორც მინიმუმ ეს მაინც გააკეთონ და მესამე უბრალოდ სტაბილურობის განცდა რო შეიქმნას კერძო სექტორში, ამისთვის ჩვენი საქმე მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო ამნისტია გამოცხადდეს, რომ ადამიანებს აღარ ქონდეს შიში, რომ მას მიადგება კიდე ხან პროკურატურა, ან ფინანსური პოლიცია, ან არ ვიცი კიდე ვინ იყო. თქვენ ფიქრობთ, რომ ესეთი შიში აქვთ ახლა? იგი რა თქმა უნდა. მე არ ვფიქრობ, ეს ზუსტად ვიცი მაქვს. ბულგარიის წნეხი რაც იყო, მოიხსნა. ეს არის ტყუილი, მტკნარი ტყუილი არის, წნეხი პირიქით გაძლიერებულია. მთავრობა იმის გამო, რომ ბიუჯეტის შემოსავლებში აქვს პრობლემა, მთავრობა დაადგა ძალიან ცუდ გზას. ნაცვლად იმისა, რომ რასაც ჩვენ თავაზობთ, რომ გადასახადები დაეწია და პირიქით მეტი თავისუფლება ექნო ბიზნეს, ფინანსური პოლიცია არის გადასული ნადირობაზე ბიზნესებს ადევს, ანგარიშებზე ადევთ ყადაღები, საწყობებზე ადევთ ყადაღები და შემდეგ არის სერიოზული პრობლემები. თუ კი რამე კაპიკი აქვს, თეთრი ლარი თუ თეთრი აქვს დარჩენილი რომელიმე ბიზნეს, იმის ამოღებაზე არის გადასული ეს ინფორმაცია თქვენთან მოდის უშუალოდ ამ ბიზნესებიდან. რა თქმა უნდა. და თქვათ რატომ არ თქვათ უხმამაღლა უფრო არ ლაპარაკობენ ან ნაწილი საუბრობს, არა მე ვერ ვიტყვი არ საუბრობენ, ნაწილი საუბრობს, მაგალითად ხშირად საუბრობს ამაზე საერთაშორისო სავაჭრო კორპორაცია თქვა International ხო, ფაქტების დასახელებას ხო, იმიტომ რომ ბიზნესი ეშინია ხარ, ნებისმიერი ბიზნესი გეუბნება რომ ისაც დაყადაღებული მაქვს, ეხლა მე რომ გამოვიდა ჩემი სახელით კიდე ყურილი დაიწყო, შეიძლება საერთოდ დამხრონ და დამაჩერონ და რაღაცა თანამშრომლები ყავს, იმათ ბედზე ვარ პასუხისგებელი, ოჯახი მყავს, იმაზე ვარ პასუხისგებელი და ორი თავი, შარის თავი არავის არ აქვს ხადია. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ პრობლემები არ არის, კიდევ ვიმეორებ, ფინანსური პოლიცია არის გადასული ნადირობაზე, იქცევა ძალიან ცუდად და მე ამის შესახებ საუბრობ უკვე თვეების განმავლობაში, მაგრამ სამწუხაროდ რეაქცია ნოლია. კეთილი, დიდი მადლობა რომ მოგვეხმარეთ ამ მიმდინარე სიტუაციის ანალიზში. კიდევ ერთი ინფორმაცია, კავკასიის დამფუძნებელი გიორგი კოდუ აცხადებს, რომ ეკონომიკას პოლიტიკა აფერხებს. ფრენის ლიცენზია საავიაციო სააგენტომ მის კომპანიას გასულ კვირაში ჩამოართვა, რასაც ის პოლიტიკური დევნით ხსნის და ეკონომიკის სამინისტროში ჩივის. სააგენტოში აცხადებენ, რომ კოდუას თვითმფრინავი არ ყავს და ლიცენზიაც ამიტომ არ ეკუთვნის. საკითხს სამინისტროში 10 ივნის განიხილავენ. ხელშეკრულება არსებობს, უბრალოდ ხელშეკრულების პირობები შეიცვალა კომერციული და არა თვითონ თვითმფრინავის ხელშეკრულება. აქედან გამომდინარე ეს თითით გამოწვეული მიზეზები არ დაილევა მათგან და თუ ეს არის მიზეზი, რომ ავიაკომპანიამ უნდა შეაჩეროს მუშაობა და არ იფრინოს და მილიონები დოლარის ინვესტიციები შეჩერდეს საქართველოში, მაშინ მე არ მისმის თუ რა სერცახურება ეს მექანიზმი ბიუროკრატიული. მომართა ხომალდის მესაკუთრემ, რომელიც არ აჩვენებს მოქალაქე, რომ ამომეღო
ჩვენი ქვეყნის რეესტრიდან მის საკუთრებაში ყოფილი საერო ხომალდები და მას გაეყვანა იგი საქართველოსთან. აქედან გამომდინარე, მან ეს მომართა წერილობით. მე შევასრულე მისი პირობა, ორი საერო ხომალდი, რომელიც ეკუთვნოდა უთრების აგრეთვე უფლებით ბატონ კოდუას, საქართველოს გაყვანილი იქნა და ამოღებულია რეესტრიდან. აქედან გამომდინარე, მე არავითარი კანონური უფლება არ მქონდა, რომ არ გამეუქმებინა მისთვის შესაბამისი სერტიფიკატი. რეკლამის შემდეგ მსოფლიო ბანკის კვლევა აჩვენებს, რომ განათლების ხარისხი საქართველოს SNG-სა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის მხოლოდ აზერბაიჯანს უსწრებს მცირედ, ყველა დანარჩენს კი ჩამორჩება. გარდა ათდენა პროფესიებს შორის, რომელსაც ასწავლიან და რომელიც შრომის ბაზარს სჭირდება. რას აპირებს განათლების სამინისტრო? რეკლამის შემდეგ გავიგებთ დაგვრჩებით.